ყველას მოგესალმებით აბსოლუტურად. დღეს ახლა ისეთ ადგილას ვარ. ჩილიმის მოსაწევად წამოვედი, გამოვედი და რატომღაც მომიდა, ვიცი რომ ძალიან ხმაურია, მაგრამ იმედი მაქვს რომ მაინც გაიგებთ ჩემ ხმას, იმიტომ რომ მიკროფონს მოვიხმარ. დღეს ისეთ დროზე მინდა ვისაუბრო, აი დღეს ერთმა გოგონამ დამისვა კონსულტაციაზე ესეთი შეკითხვა. როგორ ფიქრობ, რატომ უვარდებათ მამაკაცებს თავში ჩვენი კარგი საქციელები? ან რატო უჩნდებათ სურვილი, რომ სხვა ქალი ყავდეთ ცხოვრებაშიო? ან რატო უჩნდებათ სურვილი, რომ ცადონ სხვასთან ურთიერთობა? რატო მიდიან და ასე შემდეგ? იმიტომ რომ ზედმეტი მოგდით, ანუ არაფერი არ ვარგა ზედმეტი, არც კარგი და არც ცუდი, მით უმეტეს კარგი. ცუდიც არ ვარგა, მაგრამ მით უმეტეს კარგი. როდესაც კაცს თავზე ზეთყვები, აი ეს მერე თავში ავარდნას იწევს, იმიტომ რომ ამ ადამიანს გონია რომ ამას იმსახურებს და ეს მას ეკუთვნის. სინამდვილეში კი არ ეკუთვნის, ეს არის უბრალოდ თქვენი ნება. კეთილი ნება, მაგრამ ეს ამას ვერ ხედავს. უბრალოდ ხედავს, რომ ეს ამან დაიმსახურა და გონია რომ როგორც თქვენ დაადგით გვირგვინი, ანალოგიურ გვირგვინს დაადგავს სხვა ქალიც. ამიტომ არის ზუსტად რომ ეს ადამიანი მერე მიდის და ცდილობს რომ აღნიშნული გვირგვინი სხვა ქალთანაც იპოვოს, მაგრამ სამწუხაროდ მერე ის ქალები არ ადგავენ ხოლმე გვირგვინს და ხვდებიან ესენი რომ რაღაცა გვირგვინწაცლილები არიან ან ფოლგის გვირგვინს ადგავენ და მერე ისევ უკან ბრუნდებიან. აი ეს თემაა, მეტი არაფერი. იმიტომ რომ ზედმეტი მოგდის ყველაფერი ყოველთვის ქალებს, ზედ გადაყოლა. მამაკაცს რა თქმა უნდა გაუვრთხილ და მოვარო და შემდეგ, მაგრამ ზედმეტი არაფერი საჭირო არ არის, იმიტომ რომ აუცილებლად აგაცოცდებათ თავზე ყველა ვარიანტში. ამიტომ როცა მიდის აუცილებლად გაუშვათ. რო ანახოთ რომ აი აბა ვნახოთ სხვაც ისე მოგექცევა როგორც მე თუ არა. ასევე რატო უჩნდებათ სურვილი კიდე? აი გუში მელაპარაკებოდით ჩემს მეგობრს, ამ გოგოს უკვე ჩემ მეგობრად მივიჩნევ და ის რაღაცა მითხრა. დამონახეო, ადამსო 64-ში ყველაფერი ქონდა, მაგრამ მაინც მოწყენილი იყო. ესე პირდაპირ არ წერია რეალურად ბიბლიაში და არც ყურანში, მაგრამ ხო ღმერთმა შექმნა ევა იმისათვის, რომ ადამს ყოლოდა კომპანიონი. ანუ მამაკაცს და არც ქალსაც მარტო არ შეუძლია ყოფნა და იმისათვის, რომ სავსე ყოფილიყო და ერთობლივი ყოფილიყო, შეუქმნა. ნახეთ, 64-ში ყველაფერი იყო, მაგრამ მაინც სჭირდებოდა სხვა ადამიანი, ხო? ანუ ქალი სჭირდებოდა, სხვა კომპანიონი სჭირდებოდა. სწორედ ეს არის, თქვენ რაც არ უნდა 64-ში შეუქმნათ კაცს, რაღაც მომენტში იმას ეს 64-ს მობეზრდება. წავა იგულოს, მე ისე უკან დაბრუნდება, მაგრამ ეს უკვე უბრალოდ ცოტა სხვა თემა არის, მე უნდა მიიღოთ თუ არა ეს ადამიანი, მე პირადად არავის არ ვიღებ უკან, მაგრამ აი ეს არის, ბეზრდებათ ყველაფერი. სამწუხაროდ, კარგიც ბეზრდებათ, ცუდიც ბეზრდებათ და ზედმეტიც ბეზრდებათ. ამიტომ არის ბალანსირება ურთიერთობაში, სწორედ მაგას ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა ცოტა მიეწოდოთ ადამიანს. ახლა წარმოიდგინეთ, როდესაც ყოველდღე აძლევთ ხიზილალას. ამას ბოლო-ბოლო 1 თვის შემდეგ, 2 თვის შემდეგ, 100 თვის შემდეგ ამოვა ყელში ამ ხიზილალას ჭამა, ხო? და მოუნდება რომ უბრალოდ შეჭამოს ერბო კვერცხი. აი ზუსტად ეს თემა არის რა. ანუ მე მჯერა თუ არა რომ მამაკაცები ერთგულები და არსებობენ თუ არა ერთგული მამაკაცები, მე ვერ გეტყვით. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე არა. ზოგი იგებს, ზოგი ვერ იგებს, ზოგი ისე ღალატობს, ზოგი ასე ღალატობს, მაგრამ მამაკაცები თავისი ბუნებიდან და აი ბუნებრივი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე ერთ ქალთან ვერ გაჩერდებიან. ვიღაცა გაშორდება და ისე უღალატებს, ვიღაცა არ გაშორდება და ისე უღალატებს და აი ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ თქვენ თუ იმისი, ასე ვთქვათ, ილუზია გაქვთ, რომ ვიღაცა თქვენი მუდმივი ერთგული იქნება მამაკაცი, მე ამას არ ვეთანხმები. შეიძლება თქვენ ეთანხმებით, მაგრამ მე არც მაგალითი არ მაქვს და ვერც დავეთანხმები. მეც შესაძლოა მე დავდექი და დავმდგარო არასეთი ფაქტის წინაშე და ალბათ დავდგები კიდევაც. სამომავლო და მე ჩემი გადასაწყვეტი იქნება ამას მივიღებ თუ არ მივიღებ. ჩემი სიტუაცია ცოტა სხვა არის, მაგრამ მაინც, იმიტომ რომ მე იმ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც ერთცოლიანება, ორცოლიანება და ოთხცოლიანება მოსულა და ეს კიდე უფრო მეტად რაღაცა ოფიციალური მაინც არის და არა დაღალატება და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ეს სხვა სალაპარაკო თემა. ყოველ შემთხვევაში მამაკაცს ბეზრდება ყველაფერი. თავზე გადაყოლაც, თავზე არ გადაყოლაც, სწორედ ამიტომ ეს არის სამუშაო, როდესაც მამაკაცთან გაქვს ურთიერთობა, რომ ბალანსირებულად ჩადო ამ ურთიერთობაში. საკუთარი თავი არ დაკარგო და არც გაიბაიბურო საკუთარ თავთან მიმართებაში და მამაკაცთან მიმართებაში. ამიტომ წაიკითხეთ ჩემი წიგნი გოგონებო აუცილებლად. დაიბრუნეთ საკუთარი თავი, აიმაღლეთ ვიბრაციები და ყოველთვის იყავით ცხვირაწეული. ცხვირაწეული უნდა იყოთ ყოველთვის, იმიტომ რომ არ იცით ცხოვრება რას გიმზადებთ ხვალ. ძალიან მიყვარხართ და მიამაყებით დროებით.